მოგესალმებით ანა. ჩვენ ნამდვილად ვართ გლობალური კრიზისის რეალობაში და ჩვენ თვალწინ იცვლება სამყარო, მათ შორის რეგიონში არსებული კონტექსტი და ქართულ ოცნებას ჰქონდა მოლოდინი და აქვს მოლოდინი, რომ აი ამ ქაოსში, კაკაფონიაში ის შეძლებს ჩვენს დასავლეთ პარტნიორებთან ტრანზაქციულ თანამშრომლობას, ხო, რომელიც ინტერესზე დაფუძნებული თანამშრომლობა, რომელიც გარიგებაზე დაფუძნებული თანამშრომლობა, სადაც ღირებულებები, ადამიანის უფლებები, დემოკრატიის ინტერესები უკანა პლანზე იწევს. ხო, ტრამპის ადმინისტრაცია ნამდვილად გამოირჩევა მეწლად ეკონომიკური ინტერესებით წარმართული გეოპოლიტიკით, ხო, ეს ძალიან ბევრ კონტექსტში გამოჩნდა, თუმცა იმის გამო, რომ საქართველოს წლების განმავლობაში, მათ შორის ამერიკისთვის და იმ პოლიტიკური ელიტისთვის, რომელსაც თუნდაც ტრამპი წარმოადგენს, ხო, დემოკრატიის და რეფორმატორულ სახელმწიფოს წარმოადგენდა მაღალი დემოკრატიული ამბიციებით. ხო, მე მგონია, რომ სწორედ ეს ისტაბლიშმენტში, ხო, ამერიკულ თუნდაც რესპუბლიკური პარტიის ისტაბლიშმენტში არსებული წარმოადგენები საქართველოზე ძალიან რთულად გადასალახი იქნება, რომ ეხლა საქართველოს ხო მათ უყურონ ისე როგორც აზერბაიჯანს. ნუ ქართული ოცნება დაუმალავად საუბრობს იმაზე, რომ თუ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, ხო, ამერიკა თანამშრომლობს აზერბაიჯანთან, მაშინ რატო არ უნდა ითანამშრომლონ საქართველოსთან, ხო, ამიტომ მათი ინტერესია, რომ ეს პირობები არ არსებობდეს, ან ძალიან მინიმალური იყოს და ძალიან აშკარაა, რომ ბოლო დღემდე მათ ეს მოლოდინები ჰქონდათ, მაგრამ ხო, პრინციპში ეს ტრადიციული ისტორიული ურთიერთობები ამერიკასთან მაინც საკუთარ გავლენას ახდენს ჩვენს აღქმაზე და როგორც ჩანს, ასე ადვილად ეს პროცესი არ ჩაივლის და ხო, გარკვეული წინაპირობები სერიოზულად იქნება მოლაპარაკებების ამ პროცესში წარდგენილი. ხა საქართველოს რო აზერბაიჯანი არ არის, ხო, ამას თავისი ბევრი ახსნაც აქვს, ხო, იმიტომ რომ პირველი აზერბაიჯანს აქვს გარკვეული რესურსები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის, რაც საქართველოს არ აქვს, კიდევ კარგი. ხო, იმიტომ რომ მაშინ ქართულ ოცნება კიდევ უფრო ადვილად შეძლებდა აქ ავტორიტარიზმის კონსოლიდირებას და მთავარია რომ ჩვენი საზოგადოება იბრძვის ამ დრომდე უზარმაზარი რეპრესიისა და შეზღუდვების პირობებში ის დემოკრატიისთვის, კეთილდღეობისთვის, ღირსებისთვის, თავისუფლებისთვის ბრძოლას აგრძელებს. ხო, ამიტომ მთელი რიგი ისტორიული, სტრუქტურული, ეკონომიკური ფაქტორები თუ საზოგადოებრივი ფაქტორები, ხო, შეუძლებელს გახდის და შეუძლებელს ხდის ქართული ოცნებისთვის მიაღწიოს აი იმ შედეგს, როცა ის ტრანზაქციულ მიდგომებს, მხოლოდ შიშველ ინტერესზე და პრაგმატულობაზე დაფუძნებულ მოთხოვნებს წაუყენებს დასავლეთს. თუმცა აი რანაბიჯების გადადგმისკენ თქვა უბიძგებს ეს ქართულ ოცნებას, კონკრეტულად აი ადამიანის უფლებების ჭრილში რომ გავამახვილოთ ყურადღება, თუმცა ჩვენ ამ გეოპოლიტიკურ ნაწილზეც ვისაუბრებთ სხვა სტუმართან ერთად, რას ნიშნავს ეს შესწორება და ის სურათი, რაც ამ მხრივ არსებობს შეერთებულ შტატებთან, მათ შორის რა პასუხებიც დღეს ჰქონდა შალვა პაპუაშვილს მედიასთან. თუმცა მოვისმენე არაერთი პირის მოსაზრება, რომ თავისთავად უკვე პროცესში თქვა ამგვარი შეფასებები მიუთითებს იმაზე, რომ რაღაც უარყოფით კონტექსტშია, ხო, გარკვეულწილად ყურადღება მიქცეული და აქ მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს გარკვეული დათმობა. აი ამგვარ პროცესში რამდენად შეიძლება დავინახოთ ჩვენ აქ პატიმრობაზე ლაპარაკობთ, სხვა შორის ძალიან საინტერესო საკითხია, რომ პირდაპირ ეს დირექტივა რაც ვნახეთ მოითხოვს, რომ სამხედრო თანამშრომლობის წინაპირობად ასე ვთქვათ დაიდოს ეს საკითხი, ხო, კონკრეტულად აი პატიმრობის თემასთან დაკავშირებული ამბავი განსაზღვრულია თუ რა წინაპირობები დაედება ამ სამხედრო თანამშრომლობას წინაპირობა და აი ამ კონტექსტში არის სწორედ ნახსენები პოლიტიკური პატიმრები. თავად ამ მოლაპარაკებების პროცესს ჩვენ როგორ უნდა შევხედოთ, ხო, ეს არის მნიშვნელოვანი კითხვა. ალბათ ამ კითხვაზე პასუხი პირველ რიგში პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გასცენ. თუ ამ პროცესში იქნება წინ წამოწეული და აქტიურად მხარდაჭერილი ის მნიშვნელოვანი წინაპირობები, რომელიც საქართველოში ავტოკრატიზაციის პროცესს გააჩერებს და ხელშეუწყობს უფლებრივი მდგომარეობის გაჯანსაღებას, რომელიც დღეს ასევე ღრმა
კრიზისშია შესული და ჩვენ ხო ბევრი წელია ვმუშაობთ ადამიანის უფლებებზე და არაერთ ჰიბრიდულ ავტოკრატიაში გვიმუშავია და გვიბრძოლია, ხო, მაგრამ აი ამ ხარისხის ესკალაციისთვის ადამიანის უფლებების კრიზისი საქართველოში არ მიუღწევია, როცა სისტემურად იცვლება სამართლის შინაარსი და პრაქტიკულად საკანონმდებლო ძალაუფლების უზურპაცია ხდება და თავისუფლებების შემზღუდავი, ხო, კანონების მიღება და ამავდროულად როდესაც საქართველოში გვაქვს უკიდურესად მძიმე რეპრესიები და პრაქტიკულად პოლიტიკური პატიმრების რიცხვი, ხო, სხვა დაანგარიშებით რუსეთს უტოლდება ან აღემატება კიდეც. ამიტომაც ძალიან მძიმე რეალობა და თუ ეს პროცესი გავლენას მოახდენს საქართველოში თავისუფლებების დაცვაზე და გარკვეულ შემოbrunებაზე ამ კრიზისიდან, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია, უფრო მეტიც, ალბათ ოპოზიციის ძალიან მნიშვნელოვანი როლი ამაშიც არის, რომ მათ მოლაპარაკებების პროცესში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი წინაპირობები წააყენონ, ხო, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ასე ადვილად, როგორც ქართულ ოცნებას უნდა, ხო, ვერ მოახერხონ დაალაგება ურთიერთობების ნორმალიზება ურთიერთობების ამერიკასთან. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ პროცესმა უნდა მოიტანოს გარკვეული გავლენის მექანიზმები და შეთანხმებები საქართველოში აი ამ კრიზისის დაძლევაზე, თუმცა ეს რა ხარისხის იქნება, ეს ნამდვილად არის დამოკიდებული ერთის მხრივ იმაზე, თუ რამდენად კარგად იმუშავებს ოპოზიცია ამ პროცესში და ამავდროულად დამოკიდებული იქნება მათ შორის სხვა ევროპელ პარტნიორებზე, იმიტომ რომ ცხადი არსებობს არხები და პლატფორმები, სადაც ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი ან მისი წევრი ქვეყნები ერთად მუშაობენ და მე იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები და თავად ევროკავშირი ამ პროცესზე გავლენის მოხდენას გასაგებია. თამთა, ჩვენ დღეს ვნახეთ ბრალდების პოზიცია, აი პატიმრობებზე, როდესაც ვლაპარაკობთ, სხვათა შორის, აი წინა პერიოდებში გაგვიშუქებია ერთ-ერთი ამბავი, ხა გვარი დამავიწყდა, რომელიც მთელი პერიოდის განმავლობაში ითხოვდა შეწყალებას, რადგან აღიარებდა ბრალდებით, თქვათ, წაყენებულ ბრალს, აი პროტესტში მონაწილე პირზე არის საუბარი, თუმცა ეს გადაწყვეტილება არ უნახავს საზოგადოებას, ხო და ამ კითხვას მუდმივად ვაცვავდა მედია შესაბამის პირებთან, რომ თუ ამბობთ, რომ მზადხართ შეიწყალოთ პირი, რომელიც აღიარებს დანაშაულს, რატომ არ ხდება ამ კონკრეტულ ადამიანთან მიმართებით. დღეს ჩვენ მოვისმინეთ, რომ პროკურორი მივიდა პროცესზე და თქვა ასეთი რაღაც, რომ 4 ოქტომბრის საქმეზეა საუბარი, რომ ნებისმიერ პირთან მზად ვართ გავაფორმოთ საპროცესო შეთანხმება, თუ ისინი ბრალს აღიარებენ. აი რა შეგიძლიათ თქვათ ამ პროცესისთან დაკავშირებით, თქვენთვის თქვათ რისი ნიშანი ან გამოხატულება არის ამ მხრივ? იცით, ხო, როგორც ჩანს, მათი ინტერესი არის, რაც შეიძლება უფრო მეტი ადამიანის თანხმობა მოიპოვონ საპროცესო შეთანხმებაზე. ხო, ჩვენი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ საპროცესო შეთანხმებაზე დათანხმება კონკრეტული ბრალდებული პირების მხრიდან მოითხოვს მნიშვნელოვან წინაპირობებს და ეს წინაპირობა მათ შორის წარდგენილი ბრალის აღიარება და გამოძიებასთან თანამშრომლობა და რა თქმა უნდა, ახლა ქართული ოცნება ცდილობს, რომ რაც შეიძლება უფრო დიდმა რაოდენობამ, ხო, პატიმრების ხელი მოაწეროს საპროცესო შეთანხმებას და მერე ეს გააფორმოს, ხო, გაასაღოს, მოდი ამ ტერმინს გამოვიყენებ, ამ მოლაპარაკებების პროცესში, როგორც გარკვეული წინ გადადგმული ნაბიჯი პატიმრების გათავისუფლების მიმართულებით, ხო? თუმცა მიხედვით იმისა, რომ ხო, უფრო მეტი ადამიანი ანუ აღიარების შედეგად მიღებული, რაც მას რისას თქვათ გარკვეული დასკვნების საშუალებას მისცემს, მათ შორის ამ საკითხის შესაბამისად გამოყენების. რაც მისთვის ყველაზე ხელსაყრელი გზა ამ პრობლემის გადაწყვეტის, რომელიც მისი პრობლემაც იქცა, ხო, იმიტომ რომ საერთაშორისო დონეზე თუ ადგილობრივ დონეზე პოლიტიკური პატიმრების საკითხი ყველაზე მძიმე ტვირთად აწევს დღეს ქართულ ოცნებას, ამიტომ ეს მისთვის ყველაზე ხელსაყრელი გამოსავალია, ხო, მათ შორის იმისთვის, რომ გაასაღოს შემდგომში ეს პროცესი, როგორც რაღაცა ჰუმანიტარული მიდგომის დათმობის უკან დახევის პროცესი, მაგრამ პრინციპში მე არ მგონია, რომ ეს გამოვა, იმიტომ რომ კი უფრო მეტი ადამიანი 4 ოქტომბერს დაკავებული პატიმრების რიცხვიდან თანხმდება შეთანხმებას, ჩვენ უნდა ვაღიაროთ, ხო, რომ 4 ოქტომბრის საქმეები
გარკვეულწილად განსხვავდება წინა პერიოდის საქმეებისგან და საერთაშორისო და საზოგადოებრივი მხარდაჭერაც უფრო პირველი ტალღის პატიმრობის საქმეებს აქვს. ამიტომ მე მგონია, რომ ამ ადამიანების ბრალდებული პირების გადაწყვეტილება გონივრულია და სრულიად გასაგები. რატო აკეთებენ ისინი ამას, თუმცა ძალიან გაუჭირდება ქართულ ოცნებას, რომ ეს საპროცესო შეთანხმებები, როგორც მათი გათავისუფლების ტენდენცია გაასაღოს, ხო, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ პირველი ტალღის პოლიტიკური პატიმრები, რომელთა მიმართ სამართლებრივი დევნა განსაკუთრებულად თვითნებური დაუსაბუთებელია, ხო, ეს 60 პატიმარს ეხება დაახლოებით იმ პერიოდის პატიმრებს, ხო, პრინციპში ისინი თანახმანი არ არიან ამაზე, ამიტომ ეს საკითხი კვლავ ჰაერში კიდია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესებმა საბოლოოდ ნამდვილად გამოიწვიოს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, თუმცა წმინდა საზოგადოებრივი განწყობების დონეზე ალბათ მაინც უნდა ითქვას ის, რომ ხო, უკვე ძალიან მალე წლის ბოლოს მათ დიდ ნაწილს პატიმრობის პერიოდი ეწურებათ და ხო, ასეთი დაგვიანებით მიღებულ გადაწყვეტილებას ალბათ ის პოლიტიკური საზოგადოებაში ნაკლებად ექნება მაინც ვიდრე მას შეიძლებოდა მანამდე ქონოდა და რასაც პოლიტიკური კრიზისის გამოხატვის რესურსი ნამდვილად ექნებოდა. და წინა გაცილებით ადრე ვიდრე თქვათ ეს ხდება ახლა, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში კარგია რომ ეს ადამიანები იქნებიან გარეთ და იქნებიან თავისუფლებაზე. ეს ნამდვილად არის საზოგადოების წინააღმდეგობის შედეგი, ხო, რომლებიც პირველ რიგში მადლობა. ვინც გარეთ დგას ყოველდღე რუსთაველზე, ხო, მათი მთავარი мотиваცია სხვა დიდ სისტემურ საკითხებთან ერთად სწორედ პასუხისმგებლობა, მორალური პასუხისმგებლობა პოლიტიკური პატიმრების მიმართ. დიდი მადლობა. თამთა დაგემშვიდობებით, თამთა მიქელაძე საუბრობდა ჩვენს ეთერში და ახლა გადავინაცვლოთ